სხვა შორის ერთ-ერთი ვინც დიდი აფეთქების თეორიაში შეიტანა, ну ფაქტიურად ვინც მეცნიერულ ჩარჩოში დააყენა თეორიულად. ეს იყო ლემეტრი. ანუ იყო, ესე იგი, იყო როდესაც შეიქმნა ეინშტაინის გრავიტაციული თეორია, ეინშტაინის გრავიტაციული თეორიაში არის ამონახსნი ზუსტად აი ამ სამყაროს გაფართოების, რომელსაც ეს ბიგ ბენგამდე მიყავ. ფაქტიურად. და ეს იყო ლემეტრი. ლემეტრი იყო კათოლიკე მღვდელი. ანუ ესე იგი თვითონ ეს ადამიანი, ვინც ეს ფაქტიურად ვინც საფუძველი დაუდო დიდი აფეთქების ჩარჩოს, ვინც შექმნა ეს დიდი აფეთქების ჩარჩო და ვინც ეს იყო თვითონ იყო კათოლიკე მღვდელი და სხვა შორის 2017 იყო, ხო 2017 წელი იყო თუ 16 აღარ მახსოვს. ვატიკანში ჩატარდა კონფერენცია აი ამ ლემეტრის მიმართ მიწყვნილი. და იქ ვიყავით ესეთი ძალიან ისეთი კონფერენცია იყო საინტერესო. დიდი არ იყო, ცოტა რაოდენობის ხალხი ვიყავით მიწვეული. ну ეს მოხსენებებს ვაკეთებდით. ну ძალიან კაი, ძალიან რამოდენიმე ნობელის პრემიის ლაურეატი და ამ შემდეგ. ანუ და ну მე რომის პაპთანაც ჰქონდა აუდიენცია. ანუ ვატიკანმა ჩაატარა კონფერენცია ჩვენ დარგში, ანუ აი ამ კოსმოლოგიაში და ზუსტად იყო ამ ლემეტრის მიმართ მიძღვნილი. ანუ ეს ერთ-ერთი ფუძემდებელი, ასე რომ ხო, ეგეთი მომენტი არსებობს, რომ კათოლიკე მღვდელმა ვატიკანი მე როგორც ხვდები, თქვენ გეთანხმებათ ბევრ მეცნიერულ საკითხში, ისინი აღარ ამბობენ, რომ ეს ბრძოლა ესეთი აღარ არის. უკვე იქაც მეცნიერება ძალიან იმარჯვებს. ხო, რა თქმა უნდა, ხო, არა, ეს უბრალოდ მოვიტყვანე მე ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ეს ადამიანი, ვინც ამას ბიძგიმისდა, იყო კათოლიკე მღვდელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა ეს თემა თავისთავად რაღაცა კამათი მეცნიერებას და რელიგიას შორის ეს თავისთავად არის აცდენილი თემა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის არსებობის და ადამიანის იდენტობის გამსაზღვრელი ორი სფერო და არის ანუ ის რომ შენ რელიგიაზე იკამათო მეცნიერულად ან მეცნიერება ჩაასწორო რელიგიურად, ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს არის ორი სხვადასხვა რაღაცას ეფუძნება, ანუ რელიგია ეს არის ჩვენი ტრანსცენდენტული ნაწილი, რომელიც გამარტების თანახმად არ ექვემდებარება არანაირ ემპირიულ აღქმას, ეს არის სრულ ემოციის, ამაში თამაშობს როლს ჩვენი ემოციები, ჩვენი რაღაცა ქვეცნობიერი და ასე შემდეგ. ფსიქოლოგია და ყველაფერი და მეცნიერება კიდე არის დაფუძნებული მეცნიერულ მეთოდზე. ანუ მთელი მეცნიერების მთელი მუღამი ის არის, რომ თქვენ და მე შეგვიძლიათ მივიდეთ ობიექტურ ჭეშმარიტებამდე, იმისგან დამოუკიდებლად ჩვენ რა რელიგიას წარმოადგენთ, რა წმენები გვაქვს, რა ისა გვაქვს, მაგას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის უნივერსალური ენა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის შევთანხმდეთ. ამიტომ არის რომ ახლა მაგალითად დაუშვათ ჩვენ საერთაშორისო კოლაბორაციები რო არის, ნათელი მაგალითია იმის, რომ იქ ჩვენ ყავს ხალხი, მაგალითად ჩემი კოლეგები არიან უდიდესი მეცნიერები, რომლებსაც მე უდიდეს პატივს ვცემ და დიდი წვლილი შეიტანეს. მათში არის მთელი სპექტრი. არიან ხალხი, რომლებიც არის უბრალოდ ათეისტი, არის ხალხი, რომელიც არის ორთოდოქსი თავისი რელიგიის. და ნუ არის ხალხი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, სხვანაირად, არც ათეისტია და არც ობზერვანტია, ანუ ორთოდოქსი რას ნიშნავს? ობზერვანტი. ანუ არიან უბრალოდ ობზერვანტები, არიან ხალხი, ვინც არ არიან ობზერვანტები, არიან ობზერვანტი იგივე რაც აგნოსტიკოსი თუ რაღაც. არა, ობზერვანტი პუბლიკობ იმაში, რომ აი რიტუალებს იცავს. ანუ იცავს ასე. აი რიტუალებს რომელიც იცავს, მაგალითად ესეთი კოლეგები, ყავს ჩვენ კოლეგები, რომლებიც არიან სუპერკლასის მეცნიერები, რომელიც თავის რელიგიაში რიტუალებს იცავენ რა. ანუ უბრალოდ ხო? არიან მეცნიერები, რომლებიც არ იცავენ რიტუალებს, ანუ ობზერვანტები არ არიან მაგ თვალსაზრისით, მაგრამ რელიგიურები არიან. ასე შემდეგ, ეხლა ამიტომ ზუსტად ეგ არის მეცნიერების მთელი იდეა, რომ ეს არის უნივერსალური ენა, რომელიც დამოუკიდებელია ჩვენი ტრანსცენდენტულ ხარაზე. იმიტომ რომ ეს არის კაცრად ჩამოყალიბებული, დაფუძნებული მეცნიერულ მეთოდზე, ხო? ხო და ნუ ეს ამბიცია. ცოტა ისეთი ტოლერანტული მიდგომა, კამათი დოკინსი რო არის მაგალითად, ხომ იცით ძალიან დიდი მეცნიერი, რომელიც ებრძვის მთლიანად რელიგიას. დოკინსი რიჩარდ ბიოლოგი, რომელიც მთლიანად დარვინის თეორიას ბრძოლა მაინც არის, უნდა ვთქვათ, ხო? იქ რელიგიაც ებრძვის ესე შენ. კი, არა, შეიძლება ბრძოლა, ანუ როგორ რას ვიცახი, იცით, როდესაც ხო, არ ვიცი ხა მე ეგეთ
მე ეგეთ ბრძოლებს ახლა დიდად არ ვადევნებ თვალყურს, იმიტომ რომ როგორც წესი ხოლმე ეს არის ჯერ ერთი ეს არის ნუ ეს უბრალოდ ხო გესმით როგორ არის ახლა თუ ჩვენ ლაპარაკობთ მაგალითად დავუშვათ აი რას თქვენ თქვით ხო რას კითხვა რას დასვით ჩვენ ლაპარაკობთ მაგალითად აი აბსოლუტურ პირველ საწყისზე ახლა მაგალითად ხო ახლა ხო გესმით ამ აბსოლუტურ პირველ საწყისზე რომ ჩვენ რაღაცა ვიკამათოთ ხო ესე იგი მე ხო უნდა შემოვიტანო მეცნიერული კომპონენტი მან არა თქვა თუ დავუშვათ თუ კამათია ხო ჯერ ეგრეთ უნდა განსაზღვროთ რაზე ვკამათობთ ხო ვინ რას იძახის და მე ესე იგი ჩემი მხრიდან მე უნდა შემოვიტანო მეცნიერული კომპონენტი ამაში ხო თქვა რომ აი ეს დღესდღეობით აი ჩვენ ეს გვესმის ეს არის ვარიანტი ასე ეხლა ამისთვის რომ მე შემოვიტანო ეს კომპონენტი მეცნიერული ეს შეუძლია მთელ სოფლიოში ერთის თითქმის ჩამოსაცვლელ ადამიანებს. ამ ადამიანებს არ აქვს იმის დრო, რომ 24 საათი ტელევიზიით ილაპარაკონ და კამათები აზარბონ. ხო გესმით? შესაბამისად, ეხლა, როდესაც ის ხალხი, ვინც თქვა აკეთებს ასე თქვა, აი ამ ველზე გამოდის და მათ არ შეუულიათ ამ თემებზე იკამათონ, იმიტომ რომ ამაზე ამ ეს კომპონენტი რომ შემოიტანო, შენ ამაში უნდა ეწეოდე კვლევას. შეუძლებელია ეს ახლა ვიღაცის მოყოლილით მე შენ წახვიდე და ბოლომდე გქონდეს ეს გამჯდარი რას ნიშნავს, ხო? ხო და ამიტომ ეს როგორც წესი ეს კამათებს რასაც უყურებ ხოლმე, როდესაც კი გადადის ეს კამათი რაღაცა ესეთ დონეზე, რომელიც არის პირველ საწყისში და ასე შემდეგ და ვიღაცა ცდილობს რომ მეცნიერული არგუმენტებით რაღაცნაირად დაუპირისპირდეს ვერც გაიგებ რას უპირისპირდება, ანუ რას უპირისპირდება ისიც ხანდახან ის არის ხოლმე კითხვა, ანუ რას უპირისპირდება ადამიანის მიერ დაწერილ ტექსტს, თუ რაღაცა უფრო ტრანსცენდენტულს და როგორც წესი ეს მეცნიერული ხედავ რომ მათ მეცნიერული ის არ ყოფნით, იმიტომ რომ ნუ ეს არის გასაგებ მიზეზის გამო, იმიტომ რომ ისინი არ მუშაობენ, არ არიან მკვლევარები, რომელიც ამაზე 24 საათი ფიქრობენ და შესაბამისად ახლა არგუმენტები მოყავთ ხოლმე ცოტა ისეთი არგუმენტებია, ნუ ესე ცოტა ზედაპირულად გაგებული და ასე შემდეგ რა. ამიტომ როგორ გითხრათ, მე უფრო ვიტყოდი რომ მან კამათზე არ არის საუბარი. ესეთი საუბრები შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მე მქონია მაგალითად, აი დავუშვათ იგივე იმ კონფერენციაზე, როდესაც ვიყავით, მე მყავს კოლეგები, რომლებიც მაგალითად არიან ზოგი იეზუიტია, ზოგი მოქმედი ბერია იმაში და ამავე დროს ფიზიკა და ასე შემდეგ და მაგალითად იმათთან მქონია მე ძალიან საინტერესო ნუ კამათს ვერ დავარქმევი ანუ ისინი ცდილობდნენ გაეგოთ აი მაგალითად აი ზუსტად ეს პირველ წარმოშობის შესახებ და ასე შემდეგ ნუ მე ვცდილობდი ამეხსნა როგორ ვინაიდან მე ამ ასეთ რაღაცებზე მუშაობ და ძალიან ბევრს ვფიქრობ მე მაინტერესებს როგორ ავხსენთ ეს პირველ საწყისში აი რა ვთხარით ანუ იქ ლაპარაკი რაზე იყო იქ მან კითხა ესეთი რამე რომ ნუ იყო ესეთი ასე ვთქვათ გამოთქმა ვიღაცამ თქვა რომ ესე იგი არსებობს ესეთი ცნება რომელსაც ქვია სამყაროს წარმოშობა არაფრიდან ოკეი ესე იგი ეს არის ესეთი ტერმინი არსებობს ეხლა რას ნიშნავს ეს სამყაროს წარმოშობა არაფრიდან სამყაროს წარმოშობა არაფრიდან ნიშნავს რომ ესე იგი მე ვახსენე ეს ინფლაციური სტადია ესე იგი ეს ინფლაციური სტადია ხო ეხლა ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი გრძელდებოდა, მაგრამ ვიცით რომ ბოლო-ბოლო ეს ფილმი რო გადაახვიო ამ ინფლაციის სტადიაზე. ესე იგი, ეს როგორც ფილმი რო გადაახვიოთ ამ ინფლაციური სტადია, აი სამყარო წარმოიდგინეთ როგორც ბუშტი რა, აი ეს ბუშტი იბერება, ეს ინფლაციური სტადია იყოს საოცრად სწრაფი გაბერვა ამ ბუშტის რა. ხო? ეხლა რა ხდება? ეხლა თქვენ უკან ახავთ ამ ფილმს. ეს ამ ფილმს ახავთ უკან, ეს არ იცით რამდენი ხანი გრძელდებოდა, ჩვენ არ ვიცით. ეს ეპოქა რამდენი ხანი გრძელდებოდა, ექსპერიმენტულად არ ვიცით. რატომ? იმიტომ რომ ექსპერიმენტულად ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ მხოლოდ ბოლოს 60 გაორმაგება, ასე ვთქვათ რა, იფოლდინგებს ვძახით, გაექსპონენცირება. ჩვენ აცაზე არის მთლიანად ჩატეული ბოლოს 60 აი იმ პერიოდის. და მანამდე შესაძლოა იყო 10,000-ობით, 1000-ობით და საერთოდ ზოგი თვლის რომ უსასრულო რაოდენობა ამ იფოლდინგების. ანუ აი ამ ინფლაციურ სტადიაში შესაძლოა ჩვენ ვიყავით კაიხანი, ანუ გაცილებით დიდი დრო ვიდრე ეს ასაკი. მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ესეთი რაღაცები იქნა დამტკიცებული, ჩემმა ორმა სამა კოლეგამ დაამტკიცა, რომ რაც არ უნდა იყოს, ბოლო-ბოლო ამ ფილმს შენ რო გადაახვევ, მიიღებს სინგულარობას. ესე იგი აუცილებლად მოარტყავ ადგილს, როდესაც ის ფიზიკის კანონები, რომლებზეც ჩვენ შეგვიძლია გამოთვლები ჩავატაროთ, ანუ ჩვენი გამოთვლითი აპარატი აღარ მუშაობს.
ესე იგი ეს ამ სტადიაში მივდივართ, ხო? ეხლა კითხვა არის, ანუ ეს სტადია საიდან გაჩნდა? ესე იგი, ანუ ეს სინგულარობა რას ნიშნავს? სინგულარობა უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენ მივადექით ჩვენი ცოდნის საზღვარს. ესე იგი, ამის იქით ჩვენი თეორია საჭიროებს განახლებას, ანუ გაძლიერებას. ესე იგი, ჩვენ რაღაც ახალი ცოდნას მივადექით. ანუ სინგულარობა თავისთავად ეს ფანტასტიკური რაღაცაა. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ცოდნა და ამ ცოდნის საზღვარს მივადექით და ახლა ახალი გამოწვევაა ჩვენს წინ, რომ ეს გავიაზროთ. ეხლა რა ხდება? არის ესეთი ტერმინი, რომელსაც ქვია სამყაროს წარმოშობა არაფრისგან, ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ დამგიცა, ის და სხვები, ასე ვთქვათ. ამაზე ეს ჩემი მოგონილი იდეა არ არის, უბრალოდ მე ამ სიმპათიით ვარ განწყობილი. ეს არის იდეა. ანუ იდეა არის ის, რომ არსებობდა რაღაცა მდგომარეობა მანამდე, ამ მდგომარეობიდან მოხდა კვანტური გადასვლა და მივიღეთ სამყარო იმ ფორმით, რომ როდესაც უკვე ჩვენი გამოთვლები მუშაობს. ესე იგი, რა კვანტური გადასვლა მოხდა რა. მე როგორც ვხვდები ეს არაფერი, ისეთი არაფერი არ არის ჩვენ რო წარმოგვიდგენთ ჩვენთვის არაფერი, მაგრამ იქ მაინც რაღაც ფიზიკის არაფერი მაინც რაღაცა არის, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ანუ არაფერი ეს რას ნიშნავს? არაფერი ეს ნიშნავს, რომ ეს არის მდგომარეობა, ლეგიტიმური კვანტური მდგომარეობა, რომელშიც სამყარო არსებობდა, უბრალოდ ამ მდგომარეობაში არ იყო დრო განმარტებული. ანუ ეს არის ესეთი მდგომარეობა, რომელშიც დრო არ არის. ესე იგი, და აქედან შემდეგ ხდება გადასვლა, კვანტური გადასვლა მოხდა სამყაროს მდგომარეობაში, როდესაც უკვე დრო გვაქვს და სივრცეს განმარტება და დროის განმარტება უკვე შეგვიძლია. ანუ ბატონო, მე ხა ისევ გამოგეკიდებით, მაგრამ ის არაფერიც ხო ესე იგი რაღაცისგან უნდა შეიქმნას ჩემი. არა, მაგაში არის ლაპარაკი, უყურეთ რა ხდება. ხო, არა, ფოკუსი მანდ არის რატო არის ეს საინტერესო იდეა, რატო არის საინტერესო? იმიტომ რომ ფოკუსი რა არის, რომ ამ მდგომარეობის, ასეთი მდგომარეობის თეორიზირებით თქვენ გადადიხართ სამყაროს რაღაცა ეტაპზე, რომელსაც წარსული აღარ აქვს, იმიტომ რომ იქ დრო არ არსებობს. ანუ გესმით რა ხდება? მარადიული არაფერია პრინციპში. მარადიული ნიშნავს, რომ რაღაც საათი გაქვს და ის საათი სუმიდის და იქ დროც ხო, იქ დროც არ არსებობს, გამიგეთ? ეს სხვა შორის არის იმის რა ქვია, წმინდა ავგუსტინეს აქვს ესეთი ის, რომ მანამდე რა იყო და მანამდე დროც აღარ იყო, აი დაახლოებით რაღაც ეგეთია. ეს მდგომარეობა. ამიტომ რაღაცა გაგებით ეგ მდგომარეობა, ეხლა პასუხს კი არცემს მაგ კითხვაზე, მაგრამ ასე ვთქვათ, რაღაცა გამოსავალივით არის. ესე იგი, რომ ჩვენ თუ გადმოვედით აქ კვანტურად მდგომარეობა, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ მთელი წყებაა კითხვების, უაღრესად ფუნდამენტური კითხვებია, თუ ესე იგი, ჯერ როგორ გამოვთვალოთ იმის ალბათობა იქიდან აქ გადმოსვლის და რას ნიშნავს და ასე შემდეგ. ნუ ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ხო და ნუ ამაზე მეკითხებოდი, იმიტომ რომ ექსპერტები ამ დარგში ძალიან ცოტაა. ის ხალხი, ვინც ამაზე ფიქრობს ჩვენ და სერიოზულად შეგვიძლია რაღაცა გამოვთვალოთ, ნუ ცოტაა და ესენი მეკითხებოდი, იმიტომ რომ ვიღაცამ ეს წარადგინა როგორც არგუმენტი ერთ-ერთმა გამოჩენილმა ფიგურამ, ეხლა მაგას არ აღნიშნავ, იმიტომ რომ რამდენიმე ეს იყენებენ ხოლმე, რომ აიო, ჩვენ ესე უთხრეს, რომ აი ჩვენ არ გვჭირდება არანაირი იმ შემთხვევაში გონი რაღაცა ღმერთზე ქონდათ ლაპარაკი თუ რაზე არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ არ გვჭირდებაო ისო, იმიტომ რომ სამყაროსო ყოველთვის შეუძლია თავისთავად წარმოშოს არაფრისგანო, მაგრამ და მეკითხებოდნენ აი რას ნიშნავს ეს, მაგრამ აქ ზუსტად ის შემოდის რაც თქვენ თქვით, რომ ეს არაფერი არის ერთ-ერთი ფაზური გადასვლა, ასეთი გადასვლებით ჩვენმა სამყარომ ბევრი განიცადა. მაგალითად აი ეს იგივე, როდესაც ნუკლეოსინთეზი მოხდა, მაშინაც სამყარო იყო რაღაცა მდგომარეობაში, მერე გადავიდა რაღაცა ახალ მდგომარეობაში. ანუ ეს არაფრიდან სამყაროს წარმოშობა, ეს არ არის არაფერი მისტიური და ეს ამითი რელიგიას ვერც შეეწინააღმდეგები, ვერც დაამტკიცები. იმიტომ რომ ეს არის სუფთა მეცნიერულად თუ მიუდგები ამ ტერმინს და ერთადერთი მე როგორც მეცნიერი შემიძლია მას მეცნიერულად მიუდგე. მეცნიერულად ეს ნიშნავს, რომ სამყარომ აი ესეთი რაღაცა ახალ თვისობრივ მდგომარეობაში იყო. ეს არის თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობა, ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ამ მდგომარეობაში დრო არ არსებობს, მაგრამ ნუ ეს არის აბსოლუტურად მეცნიერულად გაგებადი მდგომარეობა. ეს არ არის რაღაცა, რაც თქვენ შეგეძლიათ დაუპირისპიროთ რელიგიას, ან გამოიყენოთ იმის რა ქვია, გამოიყენოთ რელიგიის სასარგებლოდ. და ეს არის შეცდომა, რასაც ეგ ხალხი ხშირად უშვებს აი ამ დებატებში, იმიტომ რომ ხო გესმით რა არის, ეხლა თუ თქვენ გაქვთ რაღაცის მეცნიერული აღწერა, ის განმარტების თანახმად იმას ვერც რელიგიის, ვერც წინააღმდეგ გამოიყენებთ და ვერც ასე ვთქვათ, დასაცავად
რაღაცა კონკრეტული იმის, იმიტომ რომ მეცნიერება არის რაც არის. ის ყოველთვის დაფუძნებულია მეცნიერულ მეთოდზე. და რელიგია არის ყოველთვის ტრანსცენდენტური. თქვენ რასაც ამბობთ, ანუ თქვენ ხართ ესეთი სეკულარიზმის მომხრე, ხო? იქ არის რელიგია, რომელსაც აქვს თავისი ადგილი, აქ არის მეცნიერება, რომელსაც აქვს თავისი ადგილი და მოდით ორივეს თავისი ადგილი გქონდეთ. ამას ამბობთ თქვენ, როგორც არა, ორივეს თავისი ადგილი აუცილებელი კი არა, ცალსაკე გქონდეს. ჩვენში შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ საერთოდ ადამიანი ეს არის, ჩვენ ვართ რელიგიური არსებები, იმიტომ რომ რას ნიშნავს რელიგიურობა? რელიგიურობა ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ტრანსცენდენტული მხარე, absolutely რომელიც არის უაღრესად ინტიმური, უაღრესად პერსონალური და ეს ჩვენში არის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვაკეთებთ მეცნიერებას, ის ჩვენ უნდა გავმიჯნოთ აქედან, იმიტომ რომ მეცნიერება არის დაფუძნებული მეცნიერულ მეთოდზე. კი, გასაგებია ეს ახლა ამას ყველაზე კარგად აკეთებ და მე მახსოვს დავიკითხე ერთ შემთხვევით ბიბლიოთეკაში ჩვენთან სახლში ვნახე, ხა ჯერ ნიუტონი მასწავლეს სკოლაში და მე მისი დღიურები ვნახე და შოკში ვიყავი, იმიტომ რომ ეს კაც ასეთი რელიგიური ადამიანი მეორე არ მინა, ეს რაღაც სასწაული რელიგიური ჩანაწერები ჰქონდა. და რთული იყო ჩემთვის რომ ეს ის ნიუტონია მართლა რა ხდება. მაგრამ ის ანუ მაგალითი ამისი გვაქვს ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანისგან, ხომ რომ შეიძლება ორივე მოწყოს. აბსოლუტურად, ძალიან ბევრი მაგალითია, ანუ ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ არის ეს ამიტომ რაღაცნაირად ეგ კამათები, ახლა მე რაც მომისმენია, ხანდახან ცოტა ის არის ხოლმე, იმიტომ რომ ახლა მაგალითად დავუშვათ რო ავიღოთ ესეთი რაღაცა, წარმოიდგინეთ, ახლა არ მინდა რაღაც იმებში გადავიჭრა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ რატო არის ხოლმე კიდე ამ მეცნიერულად ამაზე ლაპარაკი, თუ ძალიან კარგად არ განმარტე, შეიძლება ვიღაცას არასწორი წარმოდგენა შეუქმნა. და მაგიტომაც არის ხოლმე ის რა. მაგრამ აი წარმოვიდგინოთ მაგალითად დავუშვათ უჯრედი, ხო? აი უჯრედი, ერთუჯრედიანი არსება, სიტყვა სიმარტივისთვის არ არის მნიშვნელობა ცხოველი რა. ანუ ესე იგი თუ თქვენ აბსოლუტურად მატერიალურად რომ მიუდგეთ, ხო? აი მატერიალისტურად რომ მიუდგეთ თლიანად. აი თქვათ რომ გამორიცხოთ ყველაფერი, აი ეს უბრალოდ ეს უჯრედი, ეს არის რაღაცა კანონზომიერების ექვემდებარება, ის რასაც ჩვენ დღეს ფეისბუქში თვლით რომ არის რომ ესე იგი ამას გააჩნია რაღაცა სტატისტიკური ფიზიკის კანონებს ექვემდებარება ასე შემდეგ. და გადავიდა ეს უჯრედი რაღაცა მდგომარეობაში, რომელსაც ქვია სიკვდილი, ხო? ფიზიკაში არსებობს კანონი, რომელიც გეუბნებათ რომ ერთი მდგომარეობიდან მეორეში თუ გადავდივართ, აუცილებლად არის გადასვლა იქიდან აქეთ. აუცილებლად ეს არის კვანტური ფიზიკის ამოსავალი კანონი. უბრალოდ იქიდან აქეთ გადასვლა იმდენად ალბათურია, რომ პრაქტიკულად არასდროს არ მოხდება. თორე გადასვლის ყოველთვის რატომ? იმიტომ რომ როგორ ხდება იცით, როდესაც უჯრედი მაგალითად თქვათ განიცდის რაღაცა სიკვდილს, ხო? იქ როგორც წესი ხდება პროცესები, რომელსაც ჩვენ უძახით შეუქცევად, მაგრამ შეუქცევადი რას ნიშნავს? შეუქცევადი ნიშნავს, რომ საწინააღმდეგო პროცესს აქვს უბრალოდ ექსპონენციალურად პატარა ალბათობა. და ამიტომ ვიძახით, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი, თორე ძალიან პატარა ალბათობით, რა თქმა უნდა, შეიძლება უკვე გადასვლა მოხდეს. და სიკვდილთან სიცოცხლისკენ ისევ გასაგებია, ანუ ოღონდ ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი ამბავი, მაგრამ თეორიულად არსებობს ესეთი შანსი. რა თქმა უნდა, ანუ ბუნებრივად რომ მოხდეს, ამისი ალბათობა ძალიან პატარაა. და მაგას ვიძახი, აი უყურეთ, ამასაც კი ხანდახან მაგალითად ამასაც კი ვერ გამოიყენებ შენ მეცნიერულად, რა თქმა უნდა, შენ ეს გადასვლები არსებობს და აქ ამაში არაფერი ის არის, ამაში საერთოდ არ გჭირდება არანაირი რელიგიის შემორება. უბრალოდ მატერიალისტური, აბსოლუტურად მეცნიერული ის გეუბნება, რომ უკო პროცესი ყოველთვის არსებობს. უბრალოდ ალბათობა დათქმული. დაახლოებით როგორია, იცით, აი ხა ჭიქარო ენტროპია ხო სუიზდება, ანუ რა ხდება, რომ დაბალი ენტროპიის მდგომარეობიდან ყოველთვის გავდივართ მაღალ ენტროპიის მდგომარეობაში, იმიტომ რომ ვარიანტების რიცხვია მეტი. და იმის ალბათობა, რომ მე ერთ-ერთი ვარიანტიდან უკვე გადმოხვიდეთ, უკვე ძალიან პატარაა. და ნუ ეგ არის რა, ეხლა ჭიქაროდი ჩავაგდოთ და დაიმსხვრება, რა თქმა უნდა არსებობს პროცესი, როდესაც ეს ჭიქა უკან ახტება და შეიკვრება. უბრალოდ მაგისი ალბათობა არის ძალიან პატარა. და ასე შემდეგ და ამიტომ რაღაცნაირად არის ხოლმე მე სულ ესე ვხედავ, რომ აი ეს კამათები რომ მიდის, როგორც კი ეს ხალხი თავისი უშუალო ექსპერტიზის იმიდან გადიან ველიდან და ცდილობენ რომ რაღაცა გამოიყენონ, ყოველთვის ეშლებათ ხოლმე რა, ყოველთვის ბოლომდე ვერ იყენებენ და მე რაღაცა არასწორი შტაბეჭდილება იქნება. ხო და ამიტომ ცოტა რაღაცა ეგეთ კამათებს ჯობია რომ თუ ეგეთ კამათები არის,
მაგალითად რაღაცა კონკრეტული გვინდა, კონკრეტულზე ვილაპარაკოთ, ყოველთვის უნდა ჯობია რომ მოусმინო იმას, ვინც უშუალოდ კვლევას ეწევა აი იმაში, აი მიმართულებაში.